გამომცემლობა არტანუჩმა ლაზური ლექსიკონი და ლაზურ-ჭანური ტექსტები გამოსცა. წიგნები ენათმეცნიერ ირინე ასათიანის ავტორობით დაიბეჭდა. ლექსიკონის შედგენას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ის ზმნურ ძირფუძეებს მოიცავს. სიტყვები აქ არა ანბანის მიხედვით, არამედ გარკვეული გრამატიკული სქემის მიხედვითაა დალაგებული. ლექსიკონში 250,000-მდე ერთეულის განმარტებაა მოცემული. მნიშვნელოვანია, რომ მას დართული აქვს დამოწმებული წყაროებისა და გამოყენებული შრომების სრული სიაც. რაც შეეხება ლაზურ ტექსტებს, ის ბოლოს 1974 წელს გამოიცა. თავად ირინე ასათიანმა კი მასზე მუშაობა ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას სურვილითა და თხოვნით დაიწყო. ავტორს მალე 92 წელი უსრულდება. სამომავლოდ კიდევ ბევრი გეგმა აქვს და დაინტერესებულ მკითხველს, სპეციალისტებსა და სტუდენტებს ლაზური ლექსიკონის მეორე ნაწილის გამოცემასაც პირდება. ლაზური დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო ნიკო მარის და იმათ შემდეგ შემდეგი ნაშრომები ჩვენი ენათმეცნიერების ემყარებოდა ნახევარ სოფელს სარფს. ნახევარი სარფი ჩვენ საზღვარში იყო, ნახევარი უკვე ლაზისტანი იყო. სულ 1-2 წლში ისევ ჩემი ახალგაზრდა კოლეგების შემწეობით და დახმარებით გაკეთდა ლექსიკონი. გაკეთებული ლექსიკონი უკვე განმარტებული, რამდენიმე ჭირდებოდა, გამოიცა.